სოფელ ერგეში თევდორე მღვდლის სახელობის ტაძარი ამოქმედა. ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი წმინდანის სახელობის სალოცავი დღეს ეკურთხა. ძმებმა თედორაძეებმა სოფელში ერთადერთი ტაძრის მშენებლობისთვის პირველი აგური 8 წლის წინ დადეს. სოფელ ერგეში საუკუნეების წინ 7 ტაძარი ფუნქციონირებდა, თუმცა დღემდე არც ერთი არ შემორჩა. ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირის თევდორე მღვდლის იგივე ყველთელის სახელობის ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა მეუფე დიმიტრიმ დღეს აღავლინა. უდიდესი სურვილი და ნატურა იყო ყველა ჩვენთაგანისთვის ტაძრის აგება. აი დღესასწაულია რომ გაიხსნა და რა თქმა უნდა სულიერების მხრივ ახალგაზრდობის შემდგომი განვითარების და ასე შემდეგ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი კუთხისათვის, ჩვენი გვარისათვის, ჩვენი სოფლისათვის. ყველასთვის დიდი სიხარულია, რომ სოფელში ტაძარი გაიხსნა. მრევლი ყოველთვის ყავს ამ ტაძარს. ყველა ხუჩაბათობით მობრძანდება მამაო, მრევლით საკმაოდ არის და ყველასთვის დიდი სიხარულია ეს, რომ ტაძარი ახლოს გვექნება. მშობლიურ სოფელში სამლოცველოს არსებობის სურვილით ტაძრის მშენებლობა ჯოჭოში მცხოვრებმა ძმებმა თედორაძეებმა 2006 წელს დაიწყეს. ჩემი ოცნება იყო ჩემს სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ამეშენებინა სალოცავი ტაძარი. ძმების თანადგომით, ოთარის, მირიანის, თამაზის თანადგომით ეს ოცნება ასრულებულია. ტაძარში წირვა-ლოცვა რეგულარულად გაიმართება. ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია ამბობს, რომ ტაძარს მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს. ადგილობრივების სულიერი ცხოვრების წარმართვაში კი სამლოცველოს არსებობა დიდ როლს შეასრულებს. 7-8 ეკლესია იყო ამ პატარა მხარეში და ერგე ქვედა ჯოჭო, ზედა ჯოჭო ეს სოფლები ღვთის მადლით აი დღეს იკურთხა წმინდა მღვდელმოწამე თევდორეს სახელობის ტაძარი, მისი მაღალყოვლადო სამღვდელოების ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით და თანამოქმედებით და ღმერთმა დალოცოს ეს სოფელი და სრულიად საქართველო. ამინ. ტაძრის მშენებლობაზე ჯოჭოს მკვიდრი ავთანდილ თედორაძე ორ თანასოფლელთან ერთად მუშაობდა. სამლოცველო ჯვარგუმბათოვანია და მისი მოხატვა მომავალში იგეგმება.